ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ არის 6 მაისი, 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ შეძლო და გაანთავისუფლა აჭარა რუსული დიქტატურის ასე ვთქვათ, ნამესნიკისგან. Ყველაზე კარგად გვახსოვთ ის პერიოდი, როდესაც აჭარაში საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების, ასე ვთქვათ, შემოწმებით უწევდა შესვლა და ეს იყო ის თარიღი, როდესაც აჭარა შემოუერთდა საქართველოს შეიძლება თავისუფლად თამამად ამ სიტყვის ხმა და ეს ნამდვილად დამსახურება არის ვარდების რევოლუციის, მიხეილ სააკაშვილის, სამწუხაროდ სხვა დღეს ცდილობს ქართული ოცნება, რომ ისტორიის გადაწერა მოახდინოს, მაგრამ ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი არის და ამ ფაქტმა განაპირობა ის წარმატებები, რომელიც შემდგომი წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ბუნებრივია, ამ გადასახედიდან კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, სავალალოა ის მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა 22 წლის თავზე, მაშინ, როდესაც არავინ არ წარმოიდგენდა, რომ რუსული მმართველი კიდევ ოდესღაც იბოგინებდა საქართველოში, ჩვენ ვხედავთ, რომ 22 წლის თავზე რუსული დიქტატურა ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დამატებითი შეხსენება უნდა იყოს ეს 22 წლიანი პერიოდი და იმისა, რომ კიდევ ერთხელ და სამუდამოდ აღზრდეთ რუსული მმართველობის დიქტატურის წინააღმდეგ და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა გამოიხსნათ რუსული კლანჭებისგან. რაც შეეხება დღევანდელ ეკონომიკურ ფინანსურ მდგომარეობას, ეს არის ის ლოგიკური შედეგი, რომელსაც ქართული ოცნება ვთქვათ, ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ როდესაც საუბრობთ რუსეთის როლზე, რუსულ პოლიტიკაზე, რომელსაც ოცნება ახორციელებს, ეს რიტონის სიტყვები არ არის. ჩვენ როდესაც საუბრობთ ამ საფრთხეებზე, საუბრობთ და გულისხმობთ იმას, რომ როდესაც რუსულ ეკონომიკაში პრობლემები არის და ეს გამომდინარეობს, სწორედ უკრაინის წარმატებიდან და უკრაინის პოზიციონირებიდან საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის სამხედრო ველზე მიღწეული წარმატებების შედეგად ხედავთ, რომ რუსული ეკონომიკა სულ უფრო სტაგნაციას განიცდის. თუ გადახედავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებებს, იქ შექმნილ საფინანსო ეკონომიკურ მდგომარეობას დაკავშირებით და მაშინ, როდესაც რუსულ ეკონომიკაზე მიმული არის საქართველოს ეკონომიკა და ქართულმა ოცნებამ მოახდინა, რომ პრაქტიკულად ენერგეტიკის სფეროში, ფულად საკრედიტო სფეროში ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის და გაზის მომარაგების სფეროში, ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება გაიზარდა რუსულ ეკონომიკაზე, მაშინ, როდესაც 2012 წელს აბსოლუტურად ენერგო დამოუკიდებლობას მიაღწია მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდმა, ხომ? როდესაც ფულად საკრედიტო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მყარი ვალუტა იყო ლარი და ასე შემდეგ გამომდინარე ეკონომიკური ბენეფიტებიდან, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა, დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად რუსეთის ეკონომიკაზე ჩამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა, რუსული შავი ფურის გათეთრება ხდება ქვეყანაში და როდესაც პრობლემები არის, ასე ვთქვათ, რუსულ ეკონომიკაში, პრობლემები ჩნდება ქართულ ეკონომიკაშიც და ის რომ დღეს რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა და 250,000 ადამიანს შეეხება, ასე ვთქვათ, საკრედიტო ვალდებულებების კვლავ გაზრდა, ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება საზოგადოებისათვის და ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობდით, რომ ის სამი ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენთ ნაციონალურ მოძრაობამ საზოგადოების წინაშე, რომელიც ითვალისწინებდა გადაუდებელ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ეკონომიკა სტაგნაციიდან რამენერად გამოსულიყო, ხო? საწვავის ფასი გაზრდილი არის, ენერგეტიკაში კორუფციულ, ასე ვთქვათ, მარჟას ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების დასაფინანსებლად, რომელიც 8 თეთრში ადგეს, ჩვენ ვიხდით მოქალაქეები დამატებით კიდევ 20-30 ლარით მოემატა ოჯახს, თითოეულ ოჯახს ენერგოგადასახადი ბინაზე. ამიტომ ამას ყველაფერს ჩვენ ვამბობდით, წინასწარმეტყველებით, ვიცით ამ პრობლემებიდან როგორ გამოვიდეთ და როგორ დავახციოთ ამ პრობლემებს თავი, მაგრამ ამ სიღარიბესა და ამ სტაგნაციას, ეკონომიკურ სტაგნაციას შორის საქართველოს რიგით მოქალაქეებსა და აი ამ სიღარიბეს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. სანამ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება კორუფციული, კრიმინალური, ასე ვთქვათ, მეთოდებით მართავს ამ ქვეყანას და მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ეს სტაგნაცია, ეს სიღარიბე, ეს ასე ვთქვათ, გაძვირებული პროდუქტები, მოსახლეობის კიდევ უფრო ეკონომიკური გაჩანაგება იქნება დღის წესრიგში მთავარ საკითხად, ვინაიდან მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის, მათ შორის კრედიტების გაზდის, საწვავის ფასის გაზდის, ელექტროენერგიის ფასის არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. დაწყებული ომი, რასაც ახლა ნათია თურნავა ასახელებს,
არგუმენტად ეს არის თქვენთანაც რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამის გადაჭრის თქვათ გზა სხვაგვარად უყურებთ თქვენ, ხო? რა თქმა უნდა. შესაძლებელია რაღაც ან თუ შევხედავთ გეოგრაფიულადაც მექანიზმების ამოქმედება, რომელიც ამ ვითარებას შეამსუბუქებს. სხვათა შორის ახლა ვკითხულობდი აქსიოსის ინფორმაცია, რომ ამერიკა და ირანი ომის დასრულების ერთგვერდიან, ასე ვთქვათ, მემორანდუმზე მუშაობენ და ეს გარკვეულ პერიოდში გამოქვეყნდება. ეს ალბათ პოზიტიურად იმოქმედებს ბევრ საკითხზე, მათ შორის იმ შოკებზე, რაზეც ლაპარაკობს ეროვნული ბანკი. თუმცა ლევან, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ხელისუფლება მუდმივად ამბობს, რომ სხვისთვის იოლია საუბარი. ხო, როდესაც შენ არ ხარ ხელისუფლებაში და არ გარკვეული პასუხისმგებლობა, თუნდაც ამ ფინანსური თქვათ სტაბილურობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, რეკომენდაციების გაცემაც იოლიაო და იცი, ხო, ეხლა ჩემზე უკეთ რა ტიპის არგუმენტები აქვთ ხოლმე საპირწონეთ, როდესაც თქვენ სხვადასხვა მექანიზმებს თავაზობთ, რომ მოდი ასე გამოიყვანე ქვეყანა ამ ვითარებიდან. ესეც ამას რას უპასუხებდით კონკრეტულად? ბანკი ამბობს, რომ ისინი პრევენციულად მოქმედებენ, რომ ეს სტაბილურობა იყოს გარანტირებული და ეხლა რა მნიშვნელობის არის ფინანსური სტაბილურობა ქვეყნისთვის, ეხლა ამის ახსნას ბევრი არ სჭირდება. ობიექტურად შევხედოთ ამ რეალობას და ჩვენ ვცდილობთ, რომ შემოსადავებელი, ასე ვთქვათ, მართველი ძალისგან ნაკლები დავიტოვოთ, როდესაც ჩვენ კონკრეტულ სამნაბიჯზე ვსაუბრობთ. გავიხსენოთ თუნდაც კრიზისულ მდგომარეობაში საქართველოს როგორ დააღწია ამ კრიზისს თავი 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოს შეძლო ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა, საერთაშორისო დახმარებებიც მიიღო და ლარი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა იყო და მაშინდელი საპროცენტო განაკვეთები მოდიოდა ქვევით და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს დაპირებული ჭყალებში მშვიდობის სანაცვლოდ, რუსული მშვიდობის სანაცვლოდ ჩვენ ვიღებთ გაზრდილ ფასებს, ეკონომიკურ სტაგნაციას, რუსულ ეკონომიკაზე ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ჩამოკიდებას, რაც ბუნებრივია უარყოფითად მოქმედებს. მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებები შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს, მაგრამ საქართველოს გეოგრაფიულ ვითარებას თუ ნახავთ და მათ შორის საქართველოს მომარაგება საწვავით და ასე შემდეგ არანაირად არ უკავშირდება ორმუზის სრუტეს და აქაც დამატებით მიუხედავად აი ამ საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარებისა ჩვენ თავაზობდით რომ შესაძლებელი იყო აქციზის გადასახადის განახევრება და ფასების კიდევ უფრო არათუ შენარჩუნება კიდევ უფრო შემცირება და რამ აქვს ხედველობაში თუნდაც გავიხსენოთ 2012 წელს ნავთობი ბარელის ფასი ღირდა $125 და საქართველოში საწვავის ფასი იყო ლარი და 50, ლარი და 70. დღესაც აი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზეც კი ნავთობის ფასი არის $125, მაგრამ დღეს საწვავის ღირებულება არის 3 ლარი და 64, ან 4 ლარი. აი ხედავთ იმ უსამართლობას, რა უსამართლობაზე ჩვენ საუბრობთ მუდმივად, რომ სწორედ კორუფციული მარჟით, სხვადასხვა კარტელური გარიგებებით საქართველოს მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე ხდება ბიუჯეტის შევსება და ქოცური ელიტის, ბიზნეს ელიტის დაფინანსება. ეს არის პრობლემა დღეს ამ ქვეყანაში. ელექტროენერგიის ფასი ხო ყველას კარგად ვახსოვთ 2012 წელს რა ფასი იყო და როგორ პირდებოდა ბიზნე ივანიშვილი, რომ ესო კიდევ 7-6 თეთრი უნდა იყოსო ელექტროენერგიის ფასი და ჩვენ რა მივიღეთ ამ წლების განმავლობაში 22 წლის 14 წლის თავზე მივიღეთ ის რომ ბიზნე ივანიშვილის ბიტკოინების გამომუშავებისათვის დახარჯულ ელექტროენერგიაში რომელიც 8 თეთრს შეადგენს 8 თეთრი შენარჩუნდა და რიგით მოქალაქეებს რიგით მეწარმეებს საშუალო მეწარმეებს მცირე მეწარმეებს გაეზარდათ ელექტროენერგიის ფასი. რა არის ეს თუ არა კორუფციული წილი და კორუფციული სარგებელი, რომელსაც ბიზნე ივანიშვილი იღებს და ბიზნე ივანიშვილს ასე ვთქვათ ვამდიდრეთ საქართველოს მოქალაქეები ყოველთვიურად და ყოველწლიურად. აი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, ამაზე ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს პასუხისგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე, დღეს მთავრობას პასუხისგებლობა აქვს ბიზნა ივანიშვილის და ქოცური ბიზნეს ელიტის, პოლიტიკური ელიტის წინაშე. აი ეს არის პრობლემა, როდესაც ჩვენ საუბრობთ მიტაცებულ ხელისუფლებაზე, გულისხმობთ ამას, რომ მთავრობა დღეს კი არ არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, კი არ იღწვის სწორედ ბიზნა ივანიშვილის გამდიდრებისათვის. ამიტომ არის ხელისუფლების შეცვლა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს დაიბრუნოს თავისი თავი, ხალხმა დაიბრუნოს თავისი ძალაუფლება და იყოს ის მთავრობა ხელისუფლებაში, რომელიც ხალხის ინტერესებს მოემსახურება. ლევან, აი გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც მინდა კითხო, ხა ლილვაშვილის პროცესზე ჩვენ ვიცით დღეს რა ინფორმაციაც არის გავრცელებული, ჩვენ საინფორმაციო ეთერში მოისმინა მაყურებელმა, ასევე უძილაურთან დაკავშირებითაც იქ ბრალის თემა და შემდგომ სასამართლო პროცესიც იქნება აქტუალური. აი როგორ ფიქრობთ, რას აჩვენებს ეს საკითხი? ბევრი
რამდენიმე ანალიტიკოსის მოსაზრება მოვისმინე, რომ აი ეს ყველას ეუბნება, რომ შემდეგი შესაძლოა თქვათ იყო შენ და ეს პროცესი არინდობს ამ შემთხვევაში არავის. ასეა, როგორ ფიქრობთ, აი რისი გამოხატულებაა კონკრეტულად და რა სიგნალია თქვათ შიგნით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც თქვათ შესაძლოა კი არა და დიდი ალბათობით არ იციან, რომ აი რაზეა დამოკიდებული მათი ჯერი დადგება თუ არა ამ პროცესში. ბუნებრივია, დიქტატორისათვის დამახასიათებელია, რომ დიქტატურა თავის შვილებს ჭამს დრო და თუ გადავხედავთ ჩვენ ისტორიულ მაგალითებს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ღარიბაშვილის, ლილუაშვილის უძილაური იქნება თუ სხვების დაკავება დაჭერა სწორედ უკავშირდება იმას, რომ შიდა კლანური გარჩევების, შიდა კორუფციული დაპირისპირებები, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, ვინმე რიგით ადამიანებზე, რიგით მოქალაქეებზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საწვავის ფასი გაიზარდა, ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, ფასების გაზრდას კომისიების შექმნით ებრძვიან და პირიქით ამ კომისიებმა კიდევ უფრო მეტის დაგამოიწვიეს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე და სხვა პროდუქტებზე, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი დაკავებულები არიან თავიანთი კოლეგების, თავიანთი პარტნიორების დაჭერებით და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ქვეყანა იმართება დღეს კრიმინალური გაგებებით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხო, ხა ლილუაშვილი იყო და ამაზე ნაციონალური მოძრაობა ხშირად საუბრობდა, იყო ქვეყანაში აი ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების ეკონომიკის შექმნით. ანუ დღეს რეალურად ეს ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციებზე კი არ არის დაფუძნებული. აი ჯერ ამ სასამართლო პროცესები უძღოდა რომ არ იყო. ჯერ არ იყო, ხო და ნაციონალურ მოძრაობას უჩიოდნენ, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა ცილს წამებდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს და მე აღმოჩნდა, რომ კი არ არის მინისტრები არიან სათავეში კოლ-ცენტრების ქართული ოცნების ეკონომიკის, ასე ვთქვათ, სათავეში და ისინი არიან მაორგანიზებლები ყველაფერი ამის. ამიტომ არის დღეს, როდესაც საუბრობთ, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციებს საერთაშორისო კომპანიები, კორპორაციები კი არ ახორციელებენ. დღეს ამ ქვეყანაში ძირითადი ეკონომიკური შემოსავალი არის კოლ-ცენტრები. თაღლითური საერთაშორისო ფულით და ფულადის სქემებით მიღებული შემოსავალი და ბუნებრივია ასეთი ეკონომიკა, როდესაც გააქვს, საკრედიტო რესურსების გაიზრდება და ფასებიც გაიზრდება და ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება და მხოლოდ ერთეულების გამდიდრება მოხდება. ამ ვითარებაში ბუნებრივია ეს პროცესი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სისტემის რღვევა ასე თუ ისე დაწყებული არის. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემის კონკრეტული მონაწილეები ჩვენ უკვე ვიცით და გვარესახელები და გვარები დავასახელეთ. ეს სწორედ სისტემის შიგნიდან გამოსული ინფორმაცია არის. მათ შორის, როდესაც საუბარი არის გიორგი თქვენი კოლეგის ჟურნალისტის გიორგი გურამ როგავას ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ესეც სისტემის რღვევის ნაწილია, იმიტომ რომ ესეც გდდ-ს შიდა ინფორმაციის საფუძველზე გამოსული ინფორმაცია არის და მე მინდა მოუწოდო მათ შორის საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავებს, ნუ ჩაყვებით კრიმინალურ დიქტატურას ქვესკნელში. იმიტომ რომ მათი ამბავი დასრულდება, ეს კი მესმის, რომ ასე ვთქვათ, იწელება დროში, მაგრამ ლოგიკა, სცენარი ასეთი დიქტატურების საბოლოო ჯამში ყველასათვის ცნობილია, როგორ მთავრდება და შემდგომ ხედავთ იმასაც, როგორ დიქტატურა რეჟიმი ჭამს თავის შვილებს და ყველას გაწირავენ, ყველას დაიჭერენ, ოღონდ თავიანთი თავი შეინარჩუნონ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერც ამით ვერ შეინარჩუნებენ ისინი. ანუ დროის მაშინ აი რასთან გვაქვს საქმე, ლევან, დროის გაწევა ასახეზე, ხა როგავას ამბავი ახსენე, უაღრესად მტკივნეული ამბავი ჩვენთვის, თითოეული ჟურნალისტისთვის, ჩვენგანისთვის, ისევე როგორც ჩვენი მარიამ გაფრინდაშვილის ამბავი, მაკაჩი ხლაძის, გიორგი შეწირულის, ეს გამოუძიებელი საქმეები, განსაკუთრებით მაკას და გიორგი შეწირულის ამბავს მინდა ხაზი გაუსვა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ არ ვიცით, ვინ ჩაიდინა, ეს ისასტიკე ყოს, რომ საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის, ეს არის მთავარი. და ეხლა დღეს პროკურატურა იბარებს ელის ოჯარიაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ირკვევა, რომ პირი, რომელიც სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. აი ამ საგამოძიებო რეპორტაჟზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ და იქამდე რა უშლიდა ხელს ამ პროცესს, არ ვიცი ჩვენ რა იქნება მათი შემდგომი ქმედებები, მაგრამ რაზეა დამოკიდებული, ვთქვათ, ესეთ მგზნობიარე საქმეებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა ამ
ამ ქვეყანაში რა თქმა პოლიტიკურ უნდა, ნებაზე? რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისა და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხელი დააფარონ იმ ასე ვთქვათ რეჟიმის გამახორციელებს, თავდამსხმელებს, ტიტუშკებს, იმიტომ რომ რეალურად მათი ხელისუფლება დგას ძალადობაზე. მოძალადეს ხელი უნდა დააფარო იმისათვის, რომ მან სხვა მეორე შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად იძალადოს სხვებზე, ჟურნალისტი იქნება, პროტესტანტი იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ხელის დაფარებას. გურამ როგავას შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჟურნალისტებმა ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები დამოუკიდებელი და მიაღწიეს იმას, რომ შიდა წყაროთი მიიღეს დადასტურებული ინფორმაცია. ვერწმუნეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოვა და უკვე გამოდის. როგორ უფრო მეტად ირონიულად მოჩანს ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა ხელისუფლებამ, შორის პირველი პირების გარო იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი, ხო? აი ეს აჩვენებს ეს ფაქტი, რა არის საჭირო, რა ტიპის ნება არის საჭირო იმისთვის, რომ ეს საქმეები გაიხსნას და რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ხო, ჩვენ მოვისმინეთ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის, თვითონ ქვია პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადება, რომ თურმე იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები არის, მაშინ თუ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები არის, მარტივად ხდება. უნდა გაანთავისუფლონ ის პირები, რომლებიც ხელს ადებენ ამ ხელსუშლიან გამოძიების წარმოებას და აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ამათი იდენტიფიცირება მოხდება ძალიან მარტივად. ტექნიკური საშუალებებითაც, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებითაც და შესაბამისი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება და რაც დრო გადის, მათ კიდევ აქვს სისტემის შიგნით ადამიანებს რესურსი, რომ ითანამშრომლონ დემოკრატიულ ძალებთან, მათ შორის ჟურნალისტებთან, იმისათვის, რომ ინფორმაციები დაიდოს იმისა, რომ მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხონ და რეალური პასუხისმგებლობა, ვისაც ეკისრება ქვეყანაში ტერორზე, ძალადობაზე, მათი პასუხისმგებლობა დადგეს. ეს აუცილებლად დრო და დრო უკვე ხედავთ, რომ შესაბამისი ინფორმაციები გამოდის, იგივე ლევან ხაბეშვილთან მიმართებაში აღნიშნე, გურამ როგავასთან მიმართებაში, სხვა ინფორმაციებიც მოდის ბუნებრივია ჟონავს იმ სისტემიდან, რომელიც დღეს უკვე შერყეული არის და მე მერწუნეთ საზოგადოება კიდევ უფრო სხვა ინფორმაციას მიიღებს უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ვიყოთ ბრძოლის რეჟიმში. ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქუჩაში, არის ამის გამსაზღვრელი. მადლობა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიზარებენ და 500 დღეზე მეტი ყოველდღე გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ რეჟიმის არსებობას. აი ეს მუხტი, ეს მუგუზალი დაანთებს იმ ცეცხლს, რომელიც აუცილებლად შეიწირავს რუსულ რეჟიმს.